კაი, ახლა ისეთ რაღაცას გაგიზიარებთ, რასაც ალბათ ვერ გაიგებთ, ან თუ გაიგებთ, გაგაგიჟებთ ან სრულიად შეცვლის თქვენს ხედვებს. ეს არის Library of Babel, ბაბილონის ბიბლიოთეკა, რომელიც დაწერა 1941 წელს ხორხე ლუის ბორხესმა. ნუ რა მნიშვნელობა აქვს ვინ დაწერა, როგორ დაწერა. ეს არის სიურეალიზმის და ფანტასტიკური ფილოსოფიის რაღაცნაირი მიქსი. და მინდა რომ ყურადღებით მოისმინოთ, როდესაც ამ დეტალებში შევიჭრებით. წარმოიდგინეთ თითქმის უსასრულო რაოდენობის ოთახები, აი ჰექსაგონის სტილის ოთახები, ოღონდ. ჩავთვალეთ ეს არის ბიბლიოთეკა, რომელიც არის უსასრულო. კაი, წიგნებში წარმოიდგინეთ არის 400 რაღაცა გვერდი და ასეთი უსასრულო რაოდენობის წიგნი, რომელიც შეიცავს ციფრებს, სიმბოლოებს, ასოებს და უამრავ ბევრ კომბინაციას და აი ასეთი მასშტაბის ბიბლიოთეკის დროს იარსებებს წიგნი, რომელშიც წერია შენი სრული ბიოგრაფია. ნებისმიერი რამ, რაც მოხდა ან მოხდება საერთოდ. ნებისმიერი რამ, რაც ვინმეს დაუწერია ან შემდეგ დაწერს. ნებისმიერი რამ, ანუ რაც იყო ან არ იყო. აბსურდული თუ რეალური, ანუ შეიძლება იყოს წიგნები, სადაც მხოლოდ ერთი ასო იყოს განსხვავებული, ანუ ამ წიგნებს შორის. ან წიგნი, სადაც სრულიად რაღაცა რენდომული ბევრი სისულელე წერია, რასაც არც აზრი აქვს, არც არაფერი. წარმოიდგინეთ წიგნები, რომლებშიც არის რაღაცა წინადადებები, სადაც მთელი შენი ცხოვრება წერია. ის, რასაც არ ვიცი, როდესმე იტყოდი, ან იტყვი, ან ვინმე რამე დაწერა, ან ვინმე რამე შექმნა, ან შექმნის. ყველაფერი წერია აქ. აი ესეთი რაღაცა დაუშვით. რას ფიქრობთ, ესეთი რაიმე რო არსებობდეს, თავს როგორ იგზნობდით? და დიახ, არსებობს ლინკი, იქნება აღწერაში, შეგიძლიათ თქვენვე დაარისერჩოთ, სერჩში ჩაწერთ, აი, რაც გინდათ, ნებისმიერი რამ და გექნებათ გამოყოფილი. არ არის ეს რაღაცა დაგენერირებული ლინკი ან რაიმე მსგავსი, ანუ არ არის ის, რომ შენ რაღაცას შეიყვან და დაწერ, ამას იმახსოვრებს და არა. შენ შეგიძლია იგივე გვერდზე, იგივე თაროზე, იგივე ოთახში და რამე რომე მოიძიო ზუსტად იგივე ტექსტი, იგივე წიგნის გვერდებზე. ხოლო ამისი კონცეფცია რა არის და რა კითხვებს შეიძლება მივადგეთ? რა მნიშვნელობა აქვს ინფორმაციას, როცა ყველაფერი შეიძლება არსებობდეს? და როგორ იქნებოდა სამყარო, სადაც ყველა შესაძლო ცოდნა და აბსურდი ერთდროულად არსებობს? ან შესაძლებელია თუ არა აზრი არსებობდეს უსასრულო ინფორმაციის ფონზე? ჩვენ თუ ვისაუბრებთ რენდომულობაზე, ეს არის რენდომულობის ერთ-ერთი მაგალითი, ან უფრო მაგარი. რენდომულობაში ნებისმიერი რამ შეიძლება განმეორდეს, ვიცით. რენდომულობა არის პროცესი, სადაც რაღაცა ხდება, მაგრამ რენდომულობაშიც ვართ შეზღუდული. რენდომულობაში გვაქვს ჩვენ რაღაცა კომბინაციები, ძირითადი რენდომულობა რაც გვაქვს. მაგრამ ამ შემთხვევაში წარმოიდგინეთ ნებისმიერი ასო, ნებისმიერი ციფრი, ნებისმიერი წერტილი თუ მძიმე, არის წიგნები, სადაც ეს ყველაფერი არის აი არეული. უსასრულო რაღაც ბიბლიოთეკა. და ჩვენ თუ გვექნება ამ ყველაფრისთვის უსასრულობა, უსასრულო ბიბლიოთეკა, მაშინ როგორც ვახსენეთ, ნებისმიერი რამ, რაც ითქვა, რაც დაწერილა, ყველაფერი არის მანდ. ვიცი რომ ძალიან mind blow არის და შეგიძლიათ თქვენვე დაარისერჩოთ ლინკი უკვე აღწერაში, აბა თქვენ იცით.